18 წლის ადამიანი ამთავრებს და უნივერსიტეტს ჩაგვარებას აპირებს, ჩვენ ბავშვს ვანდობთ, რომ აი შენი მომავალი აერჩიო. ხალხი უფრო გათავისუფლება, რომ აი იგივე აკეთოს ის რაც უნდა. მეტი დრო და мотивациაზე რო ვლაპარაკობდით ჩემთვის, ხო, ანუ ჩემს ოდესაც რაღაც ის პრობლემა იქნება, ეს არ არის დემოტივატორი, ჩემს პირით მოტივატორია, რომ ესე იგი რაღაც ახალს ვისწავლე და მიხარია. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. ლალი ანთიცის საკვირაო სკოლიდან ეს არის პოდკასტი ლალისთან ყავაზე და დღეს ჩემი სტუმარია მევლუთ საბაშვილი. აი გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ ყველაზე მეტად ამ ქვეყნად ხარია ის, რომ ჩემი ყოფილი მოსწავლეები ხდებიან ჩემი პოდკასტის სტუმრები და ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც რაღაც გააკეთეს ისეთი ღირებული და ღირსეული, რომ სურვილი გამიჩნდა, რომ დღეს აქ მომეწვია და იმდენი მყავს ასეთი მოსწავლე, რომ ჩემდა საბედნიეროდ ხანდახან არჩევა და რაღაცა რიგითობის გაკეთებაც კი მიწევს ხოლმე. და მე ვთვლი, რომ ეს ძალიან მაგარი არის და მაშინ ვარ აი განსაკუთრებით ამაყი. მოკლედ მევლუდი ჩემი ყოფილი მოსწავლეა, მაგრამ დღეს ის მოვიწვია როგორც რეჟისორი, როგორც მოკლემეტრაჟიანი ფილმების რეჟისორი, აქვს რამდენიმე ანიმაციური ფილმიც გადაღებული და ეს არის საოცრად რაციონალური და საოცრად კრიტიკული ადამიანი საკუთარი თავის მიმართ და ეს არის ადამიანი, რომლის აზროვნების სიღრმეებსაც ალბათ მის ფილმებს რო ნახავთ, მაშინ დაინახავთ, იმიტომ რომ მე ძალიან მომეწონა. იქ არის რაღაცნაირად ესეთი ამბივალენტური გაგება შეიძლება ამ ფილმების, ერთი როცა პირდაპირ შეიძლება გაიგო ბუკვალურად როგორც არის გადაღებული და მეორე შეგიძლია რომ ეს ფილმები წაიკითხო სიმბოლოების ენაზე. მოკლედ ასეთ საინტერესო ადამიანთან გვაქვს დღეს შეხვედრა. ძალიან დიდი მადლობა რომ ეს დღე დამითმე. იმიტომ რომ ჩვენ ნახავთ რომ წინა დღეებში უკვე გვედო მევლუდის ფილმები, ეს არის მევლუდ საბაშვილის მევლუდ საბაშვილისათვის მიწყვლელი კვირეული და ამ კვირეულის ერთ-ერთი დღე არის ახლა ეს პოდკასტი და მინდა რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა იცოდეს ამ ადამიანის შესახებ და მევლუდს ვეტყვი იმას, რომ იცი რა არის, აი რომ გითხრა რომ რაღაცა შენი თავი გებნ, მე მგონია რომ ნაპოვნი გაქვს თავი, თუმცა ხელოვანისთვის ახლა ძიება ყოველთვის ისეთი თემა არის, რომ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი რეჟისორია ტრიერი, რომლის არც ერთი ფილმი ერთმანეთს არ გავს, ან რაღაცა ხელწერა რო არა აქვს, მე მგონი ეს არის მისი ხელწერა და ყველა არის რაღაცა განსაკუთრებული ფილმი და მე მინდა რომ შენ დღეს ისაუბრო შენს პირად გამოცდილებაზე, ანუ როგორ მიხვედი ამ გადაღებამდე, როგორ მიხვედი ამ იდეამდე რომ უნდა გადაგეღო, როგორ ახერხებ რა სირთულეებს აწყდები და როგორც სტანდარტულად აუცილებლად უნდა მივაბათეს განათლების ამბავს, ანუ რამდენად დაგეხმარა განათლება, ან რა ტიპის განათლება გაქვს, თუ ინტუიციურად აგნებ ამას და მეორე თუ შენი ფილმები როგორ უნდა იყოს გამოყენებული განათლების პროცესში, ამაზე მე ვილაპარაკებ. პატარა რაღაცა ის ექსკურსი რომ გაგვიკეთე, რომ რა გააკეთე. დიდი მადლობა მოწვევისათვის. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს ასევე და ჩემთვის დიდი პატივია ყოფნა პირველ რიგში, იმიტომ რომ ალბათ მე ვთვლი რომ ყოფილი მოსწავლეები მაინც არ არსებობენ, ხო, ყველა ჩემასწავლებას ამას ვეუბნები და ეს მართალი არის და ეს სკოლიდანაც თუნდაც ის სხვა პრაქტიკებზე რასაც დავდიოდი და თქვა რასაც სწავლობდი, ჩემთვის ალბათ ყველაზე დიდი სინამდვილე არის ალბათ რომ მეტი უნდა მესწავლა მაინც. ცუდად არ ვსწავლობდი არასდროს, მაგრამ აი ყველა ახალგაზრდას ვეუბნები, აი როდესაც აი ბავშვებზე მეუბნები რაღაცა უთხარიო, ხო, მეტი უნდა დამეთმო და აი მეტი, იმიტომ რომ ეს ინფორმაციასაც ვიცოდო, მithumetes იმ ასაკში როდესაც ხარ და იმდან ადვილად ითვისებ ამ ყველაფერს, ხო, აი მეტი დრო უნდა დამეთმო და ახლა ვეწევი, ვცდილობ რომ დავეწიო. ფილმებზე თქვით და აი განათლებასაც შეეხება და მე როგორც აი ფილმების მხრიდან ყოველთვის ვამბობდი რომ აი ეს YouTube-ის სკოლა მაქვს დამთავრებული, რომ ეს ყველა ეს ტუტორიალების ნახვა და როგორ გააკეთო, რაღაცა როდესაც გასაკეთებელი არის, ნახულობ ამ ტუტორიალს, ინფორმაციას ძიობ, იგივე წიგნები, ესეც დიდი აი საგანმანათლებლო პროცესი არის, როგორც საკუთარ თავს უნდა ასწავლო. თავისთავად სწავლის ყველაზე კარგი საშუალება არის უბრალოდ გაკეთება. თვით სწავლა. ხო, გაკეთება. და აი ეს მივდივართ იქამდე, რომ აი როგორ დაიწყო ეს ყველაფერი.
5 წლის წინ საუბარი ქონდა ჩაწერამდე ბავშვებზე, როდესაც გამოგზავნაზე, როდესაც ვლაპარაკობდით, როდესაც მივხვდი, რომ ცხოვრებაში არის მომენტი, როდესაც შემიძლია უკვე სხვა რაღაცაზე არ ვიფიქრო, იქ რაღაც სამსახური არის სტაბილური, იქ ოჯახი სტაბილურად არის, ანუ შემიძლია უკვე რასაც გული რისკენას მიმიწვის, იმას მივხედო, ხო? და გადავწყვიტე, რომ კარგით, გავაკეთოთ ფილმი, გადავიღოთ. რადიო თავისუფლების კონკურსი დაემთხვა, რაღაც კორუფციაზე იყო თემა. ეს არ იყო პრინციპული იმ შემთხვევაში, მაგრამ ხო, კარგი, მაშინ რაღაც მიზანი თან გქონდეს და ეს 5 წუთიანი ფილმების კონკურსი იყო და 5 წუთი ვიყიდე კამერა, სულ უბრალო და გადავიღეთ ფილმი, შევკრიბე ხალხი, რომელიც ასე ენთუზიაზმით იყვნენ სავსე, მაგრამ თავისთავად ასე პროფესიონალური მიდგომაც ჰქონდა, ახლა ბიუჯეტი, გადახტები, ანაზღაურობა, ყველაფერი, ჩემ გარდა ყველა იყო ანაზღაურება. ხო, დღემდე მასეა. ანუ ყველა იღებდა ანაზღაურება. კი. მეც მასეა. აძუხად მასე, კი. და ხო, ეს გადავიღეთ ფილმი, ეს ძალიან კარგი გამოცდილება იყო, რომ შემდგომში კი მომუშავია სამუშაო გადამღებ ჯგუფებთან, სადაც ოპერატორი ცალკე ახმის, ჩამწერი ცალკეა, მაგრამ ეს დასაწყის ეტაპზე ძალიან დამეხმარა, როდესაც ყველაფერს შენით აკეთებ, ამ ყველაფერს თან სწავლობ და მე მომავალში გადგება, როდესაც სხვებთან ერთად მუშაობ, ისინი რო ხვდებიან, რომ შენ ამაში ერკვევ, უფრო მეტი ნდობა არის. აი, როდესაც ლინზებზე ვლაპარაკობ ოპერატორთან, ის უფრო ხვდება, რომ რაღაც მესმის და როდესაც კითხვას მისმობს და დამაჯერებლად პასუხობს, იცის, რომ ეს საქმე გასაკეთებელია და ეს ეჭქვეშ არ აყენებს და ეს გადამღები ჯგუფის მორალისთვის ძალიან დამხმარე არის და ხო, მასა დამეხმარა და მაგის შემდეგ უკვე პირველი ფილმი რო გადავიღეთ, აეწყო უკვე ასე ვთქვათ, შემდეგი იყო იდეა რომ გადავიღო ახალი ფილმი. უკვე 5 წუთიდან გადავიღეთ 20 წუთიანი, იყო თავისთავად ანიმაციები, როგორც ვილაპარაკეთ, ანიმაციები ყოველთვის მაინტერესებდა ანიმაცია და საინტერესო იყო ჩემთვის ეს პროცესი, საერთოდ, როგორც იმიტომ რომ ერთი არის როგორც რეჟისორი იმ მსახიობს კამერას მიუშვერ და უღებ და მეორე არის აი როგორც წარმოიდგინე ამას დახატულს ყველაფერს და როგორ იქნება მოძრაობაში დინამიკაში. და ახლა მხატვარი მიქირავეთ რა დავიქირავეთ მხატვარი გერმანიიდან ეს იყო პერიოდი, როდესაც მუშაობდით სახლიდან კოვიდამდე. მე ვიყავი საქართველოში, მხატვარი იყო გერმანიაში, ანიმატორი უკრაინაში და აი ასე მუშაობდით, მართავდით პროცესს. და ხო, საინტერესო გამოცდილება იყო ძალიან და ანიმაციაში საინტერესო ის არის, რომ ძალიან ხშირი არის რაღაცა არ გამოვიდეს და ძალიან იშვიათია, რომ გქონდეს გამოსწორების საშუალება, იმიტომ რომ ანიმაცია როდესაც დახატულია, რაღაცნაირად უკვე დასრულებულია. კინოს როდესაც აკეთებ, აი მონტაჟში რაღაცა კიდე შეიძლება შეცვლა, შეიძლება ბოლო-ბოლო იტყვი, წავედით თავიდან გადავიღოთ. რაღაც ეგეთი ხო რა. და აი ანიმაცია ცოტა უფრო ისეთი არის, რომ ანიმაციამ რაც მასწავლა, რომ გაცილებით უფრო მეტი ხანი დაგეგმარებას უნდა დაუთმო. და ეს ხალხის შერჩევას, ვინც აი ანიმაციას ამას კარგად გააკეთებდა, უფრო მეტი პროცედურა. და ის გადაღებაც არ არის მარტივი, შეიძლება ამ სეზონი შეიცვალოს, ან შეიცვალოს, ამინდი შეიცვალოს, ან გეოგრაფია შეიცვალოს გადაღების. ხო, იმიტომ რომ ყოველთვის ფიქრობდი აი ეს სტუდიაში რატო იღებენ ფილმებს, რომ გარეთ უფრო ნამდვილია, სტუდიას ყოველთვის ეტყობა, რომ არა, მაგრამ მე როდესაც ჩემით გარეთ გადავიღე, მივხვდი, რომ კი, სტუდია ჩუბია ფაცილებით. ხო, ხარი დაგემხვა. ხან ვიღაცა მშენებლობას გადააწევ ბათუმშიდან. ანუ ნახევარი რაც ჩვენ გარეთ ვიღებდით, რომ ამოვიღო ორიგინალი ხმის ჩაძრე, ყველა არის მშენებლობა და მანქანების ხმა. ეს პრაქტიკულად და სულ ასე არის ხო? მეც მქონდა ამ ცდელობა, რომ ქუჩაში გადამეხო, პოდკასტები ჩავწერე ის პროტესტის ადგილიდან საკონსტიტუციოს და რამდენიმე პოდკასტი მაქვს ჩაწერილი, მაგრამ ისეთი ნატურალური და ბათუმური გამოვიდა, მე მგონი უკვე ისტორია არის. იქ თავისი მანქანები, თავისი ფაქტურა აქვს. ცხოვრების კონფლიქტებიც აისახა ჩვენს პოდკასტში. რაღაც ადამიანების ერთმანეთთან გადაწახილები და ეს ძაღლები ხო საერთოდ ეგ დოკუმენტალისტიკა უკვე. კი გამომივიდა ხო. ძალიან მიხარია რომ აი რაღაც იცი რას ხედავ შენში აი როცა საუბრობ ხო აი როგორ აი მთლიანობაში გააზრებული ჰოლისტიკურად კი ბატონო კონტექსტი და ერთი არის როცა სცენარზე მუშაობ და მე ვიცი რომ მე მაქვს ეხლაც მაქვს კომპიუტერში შენი რომანი რომელიც შენ მე მანდე და მე ვიცი რომ შენ ძალიან კარგად წერ ანუ ეს უნივერსალობა რაც გაქვს ერთი რომ ტექნოლოგიებში ერკვევი
ხედვა გაქვს, ანუ კალამიც გიჭრის და აი ამ ყველაფრის ერთად თავმოყრა მარტივი არ არის ერთი მხრივ, ესე იგი რამდენადაც ამ უნარებმა შეიძლება რაღაცა სამსახური გაგიწიოს, ასევე შეიძლება რომ რაღაცა პრობლემები შეგიქმნას, იმიტომ რომ როდესაც ასე მრავალმხრივი არის ადამიანი, ძალიან უჭირს ფოკუსირება ერთ საქმეზე. აი ამას როგორ მოუარე და რა მოუხერხე ამ იმას? აი როგორ მიხვედი აი კინომდე, რატო აღმოაჩინე რომ აი კინო არის შენი საქმე და სხვა რამე. საინტერესო შენიშვნა არის და კი ხშირად დავინახია ადამიანებში, ვიცნობ ეგეთებს, ვისაც აი ძალიან ნიჭიერი ხალხია, ბევრ რაღაც შეუძლიათ და რაღაც მომენტში ეგ აუნებს კიდეც, იმიტომ რომ რაღაცა როდესაც ერთს იწყებენ, რახან მეორეში გარკვეულები არიან, იმისკენ მიუწვდე რა რაღაც გადართვა გადმორთვა ხდება, იმიდებოდება, რასაც ვეძახით ხო? კი, მართალია არის, ეგ არის და მაგიტომაც კინემატოგრაფია მაქედან გამომდინარე შევარჩია ამ ეტაპზე, იმიტომ რომ მოიცავს ძალიან დიდ სპექტრს, რაც შეიძლება გააკეთოს. შეგიძლია დაწერო, დაამონტაჟო, გადაიღო, აი ძალიან ბევრ რაღაც გაკეთება შეგიძლია, როგორც რეჟისორი კინოს წარმოების დროს, ხო? და სწორედ ეგ იყო ერთ-ერთი, რომ აი ბევრი რაღაც გაკეთება შემიძლია, იმიტომ რომ აი ჩემთვის ხო, აი ცხოვრებისეული პრინციპი არის ცნობის მოყვარეობა, ხო? აი ცნობის მოყვარეობა, ცოდნის მოყვარეობას ვეძახ, ხო? აი ოღონდ რაღაცა ვისწავლო, мотивациაზე რო ვლაპარაკობდი ჩემთვის, ხო? ანუ ჩემთვის ოდესაც რაღაცის პრობლემა იქნება, ეს არ არის დემოტივატორი, ჩემთვის პირიქით მოტივატორია, რომ ესე იგი რაღაც ახალს ვისწავლე და მიხარია, როდესაც პრობლემა იქნება. ზოგჯერ არის ეს პრობლემა, როდესაც არ მიხარია, მაგრამ ხო ძირითადად არის ეგეთი მომენტები და კი, აი ეს მაგიტომაც შევეცადე, რომ აი ეს კინემატოგრაფია დავინახე, რომ აი ეს საშუალებას მომცემდა, რომ აი ეს დიდი სპექტრი, მე არ ვამბობ, რომ აი ეს ყველაფერი იდეალურად და კარგად გამომდის, მაგრამ აი ეს რომ შემეძლო მუშაობა ამ ყველაფერზე. როცა ეს ყველაფერი გესმის, ბოლოს და ბოლოს სხვა ადამიანების ნამუშევრის კარგი შემფასებელი იქნება, სხვა სულ რო თავი დავანებოთ, არა? კი, შეიძლება. როცა ეს ყველაფერი ხელგეწიფება. ხო. ერთი კითხვა მაქვს. კი. ეს ჩემი ისეთი ის არის. მეც ხშირად უსვამ ხოლმე ჩემ თავს ამას, რომ კინოს აკეთებ თუ ქმნი? ხო. აი ეს როგორც აი მათემატიკაზე არის, მათემატიკა გამოგონილია თუ აღმოჩენილი არის, ხო? აი რაღაცა 2x2 ჩვენ რო არ გვეთქვა. ხო, აი, მაგრამ ეგ აღმოჩენილია, ანუ ჩვენ რო არ თქვა 2x2 4 არის, არის, იქამდეც იყო, ხო? აი რაღაც ეგეთი არის. და ალბათ ქმნი უფრო ვიდრე აკეთებ. აქ უკვე სემანტიკურ განხრაზე გავდივართ, ანუ რას თვლით კეთებად და რას ვქნით შექმნათ, ხო? ალბათ კოსმოსში უკვე რაღაცნაირად არის ეს ყველაფერი და უბრალოდ ჩვენ ვაკეთებთ ამ ყველაფრის, ასე ვთქვათ, კონსოლიდაციას და ეს რაღაც ფორმის მიცემას, ასე ვთქვათ, ხო? მე ალბათ აქეთკენ წავიდოდი და გადავთქვამ შექმნის პრინციპს და ხო, ალბათ ვაკეთებთ, ხო, აი რაღაცა ესეთი შეკითხვაა, ხო? ხო, ეგეთი არის, მეც გაკვეთილებს როცა გიგმავ ექსუმიტრიალებს, რას ვაკეთებ, კომბინატორიკას ვაკეთებ თუ ვიგონებ, ხო? ეს ორი სხვადასხვა რამე. კი, აი ხელოვნებაში მაგალითად, ხო, აი ნებისმიერი ხელოვანის და ის სიტყვის რო აი ჩვენ ვგავართ გიგანტების მხრებზე, აი როგორც ხო, ანუ აი ხელოვნება არის იტერაციული ხელოვნება, ხო? აი კინემატოგრაფია მეთუმეტესად მე რაღაც დანახულს ვიღებ. ყველაზე ახალი არის ხელოვნების დარგებში. ხო, ეგეც ხო და მე როდესაც რაღაცას ვიღებ, ეს არის შოს რომ მე მამას გამოვიგონ, მე ვიღაცას დავინახე, ჩემი რაღაცა შევმატე და გავაკეთე. მე ვიღაც სხვა დაინახავს იმედია ჩემსას და შემატებს რაღაც და ასე იტერაციულად ვითარდება, ხო? და ესეც ელემენტებია, ალბათ სულ რამდენი სცენარია ლიტერატურაში 10, ხო? ანუ რაღაც ახალის გამოგონება, თავარი არის აი შენი რაღაცა ალბათ დატოვო იმაში, რაღაც აი, როდესაც რაღაც ხელოვნებას, თუნდაც გაკვეთილის ხელოვნებაა, ხო? ანუ ეგეც აი თავისუფლად, ხო? ანუ რას ვაკეთებ? ძალიან ბევრი რაღაც ხელოვნება, რასაც ალბათ ადამიანს შენ გაკვეთილი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარე, უნდა გითხრა. იმედია, მე მასეთ რაღაც ყოველთვის მივესალმები, იმიტომ რომ მე როდესაც ბავშვი ვიყავი და ამას აკისა, ჩემთვისაც ძალიან დიდი სურვილი იქნებოდა, რომ სწორედ აი არ ვიცი რამდენად განმანათლებლო სისტემაში შესაძლებელია აი ამ რაღაცების დანერგვა, მაგრამ აი საჭიროა. აი საჭიროა, მე ვთვლი რომ აი ნებისმიერ ვარიანტი საჭიროა, იმიტომ რომ შესაძაც ჩვენ 18 წლის ადამიანი ამთავრებს და უნივერსიტეტში ჩაბარებას აპირებს, ჩვენ ბავშვს ვანდობთ, რომ აი შენი მომავალი აერჩიო. ხო, აი რაღაც
არ ესადაგება ჩემთვის, რომ აი 18 წლისა ჩემ საკუთარ თავს რო ვიხსენებ, ნუ აი არ ვიყავი, არ ვიცოდი მე მომავალში რა მინდოდა. ეს და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი არის. ზუსტად აი გამოუცდილობის გამო, იმიტომ რომ როდესაც ადამიანმა გამოცხადა, თქვა და იგივე სკოლაშივე ვთქვა, რომ კონდეს გამოცდილება კინო, ნუ წარმოებას არ ვიტყვი, მაგრამ აი რაღაც შეხება და თეორიულად მაინც კონდეს გაცნობილი, ხო? უფრო წარმოდგენა იქნება მომავალში რა უნდა და უფრო ასე ვთქვათ ფოკუსირებულს ახალგაზრდობას და საზოგადოებას მივიღებთ, რომელიც მომავალში უფრო წარმატებული იქნება, რომ ადამიანი, რომელსაც სადღაც წარმატების მიღწევა შეეძლო, უკვე იმ გზას დაადგა და არა ყველა სამართალზე ჩააბარა და ყველა ეკონომიკას ჩააბარა. არაფერს არ ვერჩი სამართალი, მე ძალიან მიყვარს სამართალი და მსგავსი რაღაცეები, მაგრამ ხო, აი, ალბათ გესმით რას ვამბობ, ხო? აი, რომ კარგი იქნება, ხო? ეგეთ გასაგები და თან ერთ-ერთი მოტივი, როდესაც აი ძალიან მიხარია, რომ ჩემს მოსწავლეებს ვაჩვენებ წარმატებულ ადამიანებს, ეხლა რაღაცა დისკრიმინაციული უნდა ვთქვა, მე ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც წარმატებულ ახალგაზრდა მამაკაცს წარმოაჩენ, იმიტომ რომ რატო გეტყვი? ეს ბავშვები კი ამ ბოლო დროს ძალიან მომწონს და კმაყოფილი ვარ, რომ მამებიც არიან ჩართული ახსნის პროცესში, რაღაცა საოცარი შენი თაობის და ცოტა ისა საოცარი თაობის ახალგაზრდა მამები წამოვიდა, რომლებიც შვილების ახსნაში მონაწილეობენ, მაგრამ მაინც ძირითადად რაღაცა დონეზე დედა და სკოლაში კიდე მასწავლებლებში ჭარბობს ქალები, ხო? საგანმანათლებლო პროცესში და მინდა ხოლმე რა რომ აი წარმატებული მამაკაცის მოდელი ვაჩვენო. იმიტომ კი არა რომ უთხრა, გერა წარმატებული და ნახე როგორია შეისწავლე კი არა. აი ასე საქმეში, რომ აი ასე შეიძლება რომ ვიღაცა იყოს წარმატებული, მხოლოდ იმიტომ რომ ის თავისი საქმე ძალიან უყვარს და სიამოვნებს. დღეს ძალიან მომეწონა ბავშვებთან მუშაობის დროს ასეთი აქცენტი გააკეთე, რომ რაც მოგწონს და სიამოვნებსო ის უნდა გააკეთო. ძალიან ხშირად როცა ამ ორ პარადიგმაში არიან ბავშვები პროფესიის არჩევის დროს, ხო, რა გამოადგებათ და რა მოწონთ, ხო? იშვიათად არის რომ ამთხოვენ ერთმანეთს, რომ გამოადგება და მოწონთ, მაგრამ ჩემი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც სიამოვნებს და რაც მოგწონს, ის აუცილებლად გამოგადგება, მაგრამ აქ მშობლობის ის არის, და მშობლს ვერასდროს ვერ ურჩევ, რომ იცი რა შენ არ ჩაერიო ბავშვს იმაში, რაც უნდა ის გააკეთოს და რაღაცა ზოგჯერ არიან, რომ მშობლები ამ საქმეში ერევიან და მესმის კიდეც მათი, ხო? მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია რა, ზოგადად აღზრდის პროცესში პირადი მაგალითები, აი ასეთი ხელშესახები ადამიანები, რომლებიც ჩვენს გვერდით არიან, ერთ ოთახში ხარ, რაღაცა ერთად გაიცინეთ, რაღაცა იხუმრეთ, იქ ის რაღაცა ჩვენც ისე აკეთებდი, რომ ბავშვებთან რაღაცა იმაზე კვარცხლბეკზე შემომდგარი არ იყავი, ხო? უშუალო იყავი და ძალიან ადამიანური მათთვის და მე არ დამავწდება იმათი გაბრწყინებული თვალები და როგორი საქმიანები იყვნენ და რაღაცა უკვე ძალიან დიდი მადლობა შენ აი ამ ერთი კვირისთვის რა კვირეულიც ახლა მოგვიწყვე. და რატო ვაქცენტირებ ყოველთვის ხელოვნებაზე? მე მგონია, რომ ადამიანის განსხვავება სხვადან ბევრი რამით განსხვავდებით, ახლა ცხოველისგან ახლა ეგ არ არის, ახლა ახალი ისა იუმორის გაგვასხვავებს, ენაც და ერთ-ერთი აი ყველაზე მთავარი რაც არის, რაც სხვა დანარჩენი ცოცხალი ორგანიზმებისგან გამოგვარჩევს, ეს არის კრეატიულობა, შემოქმედებითობა, რასაც მე ვეძახი ღმერთის სხივს ადამიანში. ისე ჩანს, აი ისე გამოკრთება ხოლმე და ისე მიყვარს ამის დანახვა და დაჭერა. ჩემს მოსწავლეებში აი ნებისმიერ ამაში შეიძლება გამოვლინდეს, რა ვიცი, ლურსმნის ჩაჭედებაშიც კი. ან თქვათ რაღაცა ნებისმიერ აი ნივთზე ხელის მოკიდებას და იმის გადადებას, ანუ ყველაფერში ჩანს ნიჭიერი ადამიანი. ხო, როდესაც ეს რაღაც შემოქმედებითი უნარებით არის დაჯილდოებული და ერთი არის რომ შემოქმედები, ნუ არის ახლა galaktioni, რა ვიცი, უნდა დაიბადო ალბათ, ხო, ახლა მოცარტად რაც უნდა იმუშაო, ვერ ჩამოყახა 5 წლის ასაკში, სონატას ვერ დაწერ. ანუ იბადებიან კი ასეთი ადამიანები, მაგრამ მე ვთვლი რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ თანშობილ უნარებს, არამედ განვითარებას, შემოქმედებითი და კრეატიული უნარების. და ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი
შემოქმედებით, მით უმეტეს ნახე როგორ ეს შემოქმედების ის ფორმები, მაგალითად ხელოვნების, თქვათ მუსიკა, ხატვა, რაღაცა მაინც ახლოს არის ბავშვებთან, ხო? მეტნაკლებად რა ბახის ასაკიდან იმაში. აი კინო, ანუ კინო შემოქმედება, ანუ თვითონ როგორც შემოქმედი, თქვათ რაღაცის, ეს იშვიათად არის ხოლმე, ხო? და აი რა შეიძლება რომ გავაკეთოთ ისეთი შენი, აი ამ გადმოსახედიდან, იმიტომ რომ ვიცი რომ ძალიან ესეთი ტვინი გაგრო, უცებ მოიფიქრებ ახლა რაღაცას, რომელსაც მე გაკვეთილად გადავარწევ. ხო. აი რა შეიძლება რომ მაგალითად აი ბავშვთან რაზე უნდა გააკეთო აქცენტები, რომ აი შემოქმედებითი უნარები განვითარდეს მაშინ. ხო, პირველი საერთოდ შემოქმედებითი უნარები ყველაზე კარგად მე მგონი რას ვითარდება არის იმიტაცია. აი როდესაც ბავშვი რაღაცას მოსწონს, აი ყველა ბავშვს მოსწონს რაღაც ან მულტფილმი ან რაღაც ფილმი და ეტყვი, მოდი აბა შენ სცადე ასეთი რაღაცის გაკეთება. ხო, იმიტომ რომ აი ეს პირველად როდესაც იწყებ მუშაობას თუნდაც ფილმებზე, თუნდაც რაღაც სცენარის წერაზეც, ხო, ანუ იწყებ იმიტირებით, რომ აი სწავლობ აი საზღურებს, ხო? და მე ყოველთვის როდესაც აი ეს მშობლები მაგალითად მეკითხებიან, რომ აი როგორ გაუღვივოთ ინტერესი რაღაც აი რაც მოსწონს, ის უნდა იმას უნდა მიასადაგო, ხო? აი ბავშვებს თუ მოსწონთ რაღაცა მულტფილმი, ან რაღაცა ანიმაციური ფილმი, ან რაღაც სკეჩი მოსწონთ, ან მაგალითად რაღაცა ლიტერატურული ნაწარმოებია, ხო? მოდით აბა დავდგათ ეს როგორც თეატრი. ხო, აი რაღაც ეგეთი, ხო? აი ეგ არის საერთოდ ჩემთვის ყველაზე აი როდესაც აი ეს როლური თამაშები რასაც ქვია, ხო? აი იმიტომ რომ მაგალითად მე რო ბავშვი ვიყავი, მეგობრებთან ერთად სასამართლო პროცესებს ვდგამდით და რაღაც აი მაგდაგვარი, ხო? და აი რამდენ საინტერესო იყო. ხო, აი ხელოვნება და იურისპრუდენცია. იურისპრუდენცია. შეგიძლია სოკრატეს სასამართლო პროცესი. მე დავდგე ჩემს სტუდენტებთან და ძალიან მის. და მაგაში პლუსი რა არის, იცით? თქვენ შეგიძლიათ მოარგოთ სხვადასხვა პარამეტრი. ერთმა ჯგუფმა შეიძლება ამის სცენარი დაწეროს, მეორე ჯგუფმა ითამაშოს, მესამე ჯგუფმა გადაიღოს. ვის რა ინტერესებს. ერთი გაკვეთილი უკვე დაგეკითხა. ხედავთ? ანუ ეს იშლება პრაქტიკულად ეს სხვადასხვა მომრავლება და ეს ყველას ინტერესი ის ამის აქვს, შეუძლია აი გამოიჩვენო, ხო? ერთმა ვიღაცამ შეიძლება სპექტაკლი დადგას, მეორემ რეჟისორობა გადაღებას გაუწიოს და ეს ყველა რო ჩართული იქნება პროცესში და ყველას მithmetas თავისუფლად, ეს შექმნის, ასე ვთქვათ, მეტაჯგუფური მუშაობის პრინციპს, რომ ყველა მუშაობს ერთი რაღაცისთვის. ხო, ნუ პრინციპში კინოწარმოებაც ეს არის. ხო, აი ეს ჯგუფური პრინციპი, ახლა არსებობს ახლა დღეს ისეთი ფორმები ხელოვნების, ახლა სულ ბავშვებს მეკითხებოდნენ ხოლმე, აი ქონდა რა მოკლედ მაგაზე საუბარი, რომ აი ახლა მაგალითად ისა თქვათ სიქსტის კაპელა ვინ დახატა და დავითი ვინ გამოაქანდაკა ყველა მიცის, მაგრამ ეს რო გვიჭირავს აიფონები, რომელიც არანაკლები მისი კრეატიულობის პროდუქტია, ხო? ის არ ვიცით ავტორები და მქონდა ესე შეთხო, რა თავისი აუდიტორიაში კითხვა, ხო არ იცით მეთქი ვინ გააკეთა თქო ეს ისა და ნუ იქ პერსონალური რაღაცები ვიცოდი, რაღაც ვან გოგმა რო ვარსკვლავებიანი ცა დახატა, თუ ვარსკვლავებიანი ღამე დახატა, ეს ვიცით, ძესუმზიდები რო დახატა, ვიცით, მაგრამ აი ეს ძალიან ისეთი კაი რამე ხელში რო გვიჭირავს, რომელიც ვან გოგს და რა ვიცი პლატონს და არისტოტელეს რო ეს ქონოდა, ალბათ ძალიან ბევრ რამეს გააკეთებდნენ, ხო? აი ესენი არ ვიცით. და მიზეზი რა არის თქვა? ამისი ისე ნაპიჩ-ნაპიჩ და მივიდნენ იქამდე, რომ ერთი ადამიანის გაკეთებული არ არის და ძალიან მნიშვნელოვანი არის გუნდურობა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარება და აი ეს ჯგუფის როგორც ჭანჭიკების შეკორა და აი ეს არ არის პატარა უნარი. თანამედროვე ადამიანი ლიდერი თუ არ არის, ან ნახე როგორ კიდე მეორე პრობლემა რა არის. გუნდში ვერ იმუშავებს ადამიანი, ვინც არ არის ლიდერი. აი ეს კიდე მეორე ამბავია. ყველას გონია რომ ლიდერი ერთი უნდა იყოს და სხვებიც უნდა მიყოდოთ. ეს ლიდერი არ არის, ეს ბელადია. ლიდერი არის ადამიანი, რომელიც იაზრებს თავის როლს, მნიშვნელობას და გუნდში მის ადგილს და ეს ყველამ უნდა გაიაზროს და თუ მთლიანობაში არ შეუძლია ამ სურათის ხედვა, იმ თავის როლსაც ვერ დაინახავს, ხო? და სხვათა შორის ამის წინ წავაწყდი კვლევებს, რომ ქართველ ბავშვებში ძალიან სუსტად არის გამოვლენილი აი ეს გუნდური მუშაობის უნარები. ანუ ეს პრობლემა არის ჩვენ ბავშვებში. და მეც ვამჩნევ ჩემს მოსწავლეებში, ხო არა, ერთი არის რა კვლევა რას გიჩვენოს და მეორეა კანით რასაც გრძნობ, ხო? და გრძნობ ამას, რომ აი ინდივიდუალური მუშაობა უფრო გამოსდით, ვიდრე გუნდური მუშაობა და მე რაღაცა გუნდის არქიტექტონიკის რამდენიმე მოდელი ვწადე, რომ აი რომელი მოდელი გაამართლებდა. მოკლედ ამ ამბავშიც
რთული ის არის კინო. ხო, ფაქტობრივად ეს არ არის რეჟისორი კი ქვია, მაგრამ არ არის მარტო რეჟისორის დამსახურება, ხო? ხო, არა, მე როგორც ვიძახე, ყველაფერი კარგი ფილმში გუნდის დამსახურებაა და ყველაფერი ცუდი ჩემი დამსახურებაა. ეგ არის პასუხისმგებლობა. და რასაც ამბობდით ჯგუფურ მუშაობაზე, მაგაზე მესფიქრია და მაგის ექსტრაპოლაცია შეგვიძლია გავაკეთოთ არა მარტო აი მაგალითად ბავშვებზე და ასე, მთლიან საზოგადოებაზე შეგვიძლია. ჩვენ თუ ბავშვებს აი ამ ადრეული ასაკიდან თუნდაც სასკოლო სკოლის პროგრამის ფარგლებში ვასწავლეთ გუნდში მუშაობას, ისინი შემდეგ საზოგადოების გუნდის კარგი წევრები გახდებიან, ხო? ანუ, როდესაც ეს საზოგადოებრივ პასუხისმგებლობაზე მივა, როდესაც ეს სოციუმზე მივა, აი იქაც გვჭირდება ჩვენ კარგი გუნდის მოთამაშეები, ხო? ეს არა სკოლაში არ მთავრდება და სამსახურში, ან ჩვენ გვინდა რომ აი ქუჩაში, ასე ვთქვათ, კარგი ხალხი იყოს და როდესაც აი მე გავდივარ და ვენდობი ადამიანს, რომ თუნდაც ყოველდღიურად ვჯდები მანქანაში და გზაზე გავდივარ, ხო? ესე იგი მე ვანდობ ვიღაცას ჩემს სიცოცხლეს, რომ არ დამეჯახება და რაღაც და ისიც მინდა რომ მე კარგი გუნდის მოთამაშე იყოს, არა მარტო ამ საქმეებში, არამედ ზოგადად სოციალურად და მე მგონი აი სკოლებში განსაკუთრებით ძალიან კარგი არის, რომ უნდა ყალიბდებოდეს აი ესეთი აი ეს მუშაობის პრინციპები და ეს რაღაც და ანუ არის, ხო? აი თქვა იქ სპორტული რაღაცე, მაგრამ მაქსიმალურად ყველა უნდა იყოს ჩართული ამაში, ეს მარტო სწავლა, ასე ვთქვათ, ხო? აი რაღაც ამ პროცესში უნდა ხო? ეს არის სწავლა. ხო, აი მარტო სწავლა, ხო. ეხლა ჩვენი სწავლას იმ რაღაცა ტრადიციული ვიდან, რომ სწავლა გონია გადაშალეწინი და თქვენი ასხი, ხო? მე ვთვლი რომ გაცილებით უფრო სასარგებლოა რომ მაგალითად ფინანსური პასუხისმგებლობა ვასწავლოთ ბავშვებს. ჩემთვის სკოლაში ყველაზე კარგად გამომაგდებოდა, იმიტომ რომ მე ოდესაც მუშაობა დავიწყე, მე საერთოდ არ ვიცოდი ფული როგორ უნდა მართო. აი არ ვიცოდი პრაქტიკულად. მე კი ეს შეიძლება ახლაც არ ხო, აი ეგ არის რაღაც დონეზე გადასახადების გადახდა. აი ყველაზე გამოსადეგარი უნარები რაც არის ადამიანისთვის. თუ ვერ ვაგროვებ. თუ მაგ ხარჯავ რაციონალურად, მაგრამ აი დაგროვება არ შეიძლება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია. იმიტომ რომ მე მესმის რომ ჩვენ გვჭირდება ტექნიკური განათლება საზოგადოებაში. ნუ რო ვთქვათ ყავდეს ქიმიკოსები, ფიზიკოსები, მათემატიკოსები და რაღაც საჭიროა. მე მაგას არ ვამბობ, მაგრამ სპექტრი ხო არის მაგაში ყველაფერი, ხო? მე მგონია მაინც რომ ცოტა გაყოფა ადრეულ ეტაპზე უნდა იმ ამერიკულ სისტემას ეს აქვს პლუსი, რომ როდესაც იქ მაღალკლასებში გადადის, უფრო განხრები არის, ვიღაცა უფრო თქვა თეატრისკენ იწევა, ვიღაცა ის ქიმია, ბიოლოგიისკენ იწევა, აი ჰუმანიტარული საგნებისკენ და აი ეს სისტემა ალბათ უფრო კარგი იქნებოდა, მაგრამ ნუ არ ვიცი, მე ახლა არ ვარ ჩახედული ამ საკითხში, აი საგამოვლო სისტემაში როგორ შეიძლება ამ ყველაფრის და რეალური თუ არის საქართველოს ფარგლებში ან საქართველოს პირობებში ამის გაკეთება, მაგრამ ნუ ალბათ უკეთესი იქნებოდა ეს ყველაფერი რომ ასე ყოფილიყო. წარმოუდგენელია, მაგაზე ნაფიქრიც არა. განხორციელებული კი არა, ნაფიქრიც არ არის. და რატო არის საჭირო ფიქრი? წარმოიდგინეთ, ეხლა რომ ჩვენ გადავდივართ ეპოქაში, აი ხა ვინ იფიქრებდა 2 წლის უკან რომ AI ასე შეცვლიდა ჩვენს ცხოვრებას, ხო? 25 წლის უკან რომ Google-ის სისტემა შეცვლიდა ჩვენ ცხოვრებას. ამებზე ხო არ ვფიქრობდით, არა და უცებ ესეც შემოიჭრება ეს ტექნოლოგიური სიახლეები, რომელიც აი საერთოდ თავდაყირა აყენებს ყოველდღიურობას და სინამდვილეში განათლების სისტემასაც. კი. ყველაფერს აყირავს. განათლების სისტემა ძალიან გრძნობიარე უნდა იყოს ამ ასეთი ცვლილებების მიმართ და სამწუხაროდ ჩვენ ამას ვერ აუდივართ და ამ გამოწვევებს იდეაში ვერც ვპასუხობთ. რამე ხო არ არის ისეთი რომ აი გინდოდა გეთქვა რაღაცა ჩანაფიქში რო ქონდა და მე არ კითხე ასეთი არის? არა, მე უბრალოდ ის ხელოვნური ინტელექტზე გავაკეთებ კომენტარს, ასეთი დიალოგი მოიცაკათ რატო წამოვიწყე აზრი გამექცა. რატო წამოვიწყე ამაზე ლაპარაკი? ყველაფერს გააკეთებს მანქანა ცოტა ხანში და ერთადერთი რაშიც ადამიანს ვერავინ და ვერაფერი ვერ ჩაანაცვლებს ესაა სწორედ შემოქმედებითობა და აი ეს მინდოდა მეთქვა და აყოლე გარწე. უკვე ალბათ ბევრი შიშებია რომ ხელოვნებას ჩაანაცვლებს არის მაგალითად მსახიობები ხელოვნური ინტელექტის შექმნილი არის რომ მაგალითად გახმოვანება ხდება ხელოვნური ინტელექტით უკვე არის ეგეთი ელემენტებიც მაგრამ მე ყოველთვის ვჯერა რომ აი ჩვენ დღემდე გვაქვს ბალეტი ხო ჩვენ რაც არ უნდა ხელოვნება რაც არ უნდა ჰამლეტ გონაშუს ვინ ჩაახ ხო აი ეგეთია ფილმების რომლებიც ხალხის გაკეთებულია ეგეც დარჩება როგორც ბალეტი გვაქვს დღეს ისევე იქნება ეგეთი ფილმებიც ეგეთი ჰენდრიქსი ვინ უნდა ჩაახ ვერცეთი AI ვერ ისავს გამორიცხო და ხელოვნურ ინტელექტს რაც შეეხება ესეთი გამოცდილება მქონდა მე ნაკლებად ვცდილობ რომ ხელოვნურ ინტელექტს გამოვიყენო
ჩემ პირადი მიზეზები მაქვს. და რაც შეეხება ეს გამოცდილება მქონდა, რომ რაღაცას ვარჩევდით მეგობრებთან ერთად. და ორ მეგობართან სულელია ძალიან ბევრ რამეში. ლოგიკა არ იცის და ორ მეგობართან ერთად ქონდა კომუნიკაცია და ნაწილს ვარჩევდით კომპიუტერის რაღაცას და როდესაც რაღაცაზე აზრს წერდით, აშკარა იყო, რომ ის ორი AI-ის პასუხს წერდა. ანუ იმას აკეთებდა, ანუ მე ვფიქრობ, რომ ახლა ორ მანქანას აქვს ერთმანეთთან დიალოგი და არა ამ ორ ადამიანს. და ანუ პრაქტიკულად ვიღებთ აი ესეთ შედარება მომივიდა, რომ ყველას ჰქონდა სკოლაში აი ესეთ მათემატიკის წიგნები, სადაც უკან პასუხები ეწერა. ხო და შეგიძლია შენ დავალება რო გაქვს დაწერო პასუხი ვთქვათ, ან შეგიძლია შენ გამოთვალო და პასუხი დაწერო. იდეაში შედეგი რაც მიიღე არის იგივე, ხო, მაგრამ შენ რო გამოთვლი, შენ რაღაცას ისწავლი და პასუხს რო წერ პირდაპირ ამით არ სწავლობ. და რაღაცა ესეთი შიში და ფოთვა ახამისი არ მაქვს, მაგრამ მე მგონი რომ არის ამის საფრთხე, რომ ადამიანები, რომლებსაც აი ეს ხელმიწევით ექნებათ პასუხი ეგრევე, იმ პასუხის ძიებაში, რასაც ისწავლიდნენ, იმას აღარ ისწავლიან. და ხათაშორის ეგ თქვეს, იცით რა ის იყო? აი ხო ვამბობთო რომ ვითო ახლა იმას ლეონარდოს და იმას მაგალითად ვან გოგს ვერანაირი AI ვერ გაუწევს, ხო? აი მას კონკურენციას, მაგრამ ნახეთ ახლა რას ამბობენ იმისთვის რომ ხატვარი ჩამოყალიბდეს, მან ბევრი უნდა იმუშაოს და მუშაობის პროცესში ეს მისი ნამუშევრების გაყიდვის ხარჯზე ვითარდება და ყალიბდება პროფესიონალად და აი ეს განვითარების ფაზა მოუვარდება მხატვრობს, იმიტომ რომ ამაში უკვე ჩაანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი და ეს რაღაცა ცოტა ის მგონია ჭეშმარიტებასთან მიახლოებული ამბავი. ხო, ანუ საკუთარ თავზე მუშაობის დრო აღარ იქნება, იმიტომ რომ მისი ფინანსური შემოსავალი ვეღარ იქნება მისი პროფესია. კი, აი მე ეგ არის რომ აი ძველი პარადიგმა, რომელზეც აი მიჩვეული ვარ ჩვენი დიდი პროცესი განვითარების რაც იყო, ხო? აი ეს მაგალითად ეს შეცდომების დაშვებაც იგივე, ეს პასუხების ძიება, ასე ვთქვათ, ხო? აი ეს ნელ-ნელა იცვლება. ცუდისკენ იცვლება თუ უკეთეს და რაღაც ახალი გამოჩნდება, რაშიც ვთქვათ, ვიყოვით ახალ თავს, ეს ალბათ, შეიძლება არც ისე გარკვეული ვარ ამ თემაში, ან ადრეა ჯერ ამაზე ვილაპარაკოთ, მაგრამ ხო, აი იცვლება პარადიგმა. ეს ჩანს, ანუ ეს თან ეს დღეს დაწყებული არა. AI არ არის მგონი, აი პირველი ნაბიჯი, ზოგადად სოციუმია, ეს ინტერნეტი, სოციალური ქსელები, Google იგივეს თუნდაც, ხო? აი ეს ბევრი რაღაცა შეიცვალა, რაც აი დიდი ხანი იყო ჩამოყალიბებული და აი ეს რას მოიტანს მომავალში ჩვენ თაობაში შეიძლება არც იყოს ეს რაც ცვლილებებიც იქნება. ადამიანს ეშინია ცვლილებების. ეშინია ცვლილებების, ხო? მე როდესაც ახლა ტექნოლოგიური განვითარების როგორ უნდა გეშინო? აი თავის დროზე როცა წიგნების აი გუტენბერგებმა რო დაზგამოიგონეს და მასიურად რო გავრცელდა წიგნები და ადამიანებმა წიგნების და რომანების კითხვა დაიწყეს, მაშინაც აპროტესტებდნენ, რეალობას მოწყდაო ხალხიო და წიგნების კითხვა დაიწყო, ეს ნეგატიურად იყო საზოგადოებების მიმართ აღქმული და სულ ეგ მახსენდება და ეხლა ბავშვებს ვეხვეწებით რომ ხო წიგნი დაიჭირე ხელში. ასე რომ ყოფარ და ყოფიერება რასაც მოიტანს ის თავისთავად ის გამოწვევები რაც არის ვერ შეცვლი. გამოწვევა არის ეს დგას დღეს თანამედროვე ადამიანის წინაშე. დამთავრდა შენ რაც არ უნდა ეცადო ხელოვნურად ამ პროცესებზე. აი საბაზრო ეკონომიკასავით. კი, ეს დარვინიზმის პრინციპია, ხო? ანუ ვინც მოერგება, ის გადარჩება, და ვისაც ეშინია, ის დარჩება. ხო, ამიტომ გიწევს ნებისმიერში და როგორც გითხარით, ანუ რატო არ ვცდილობ რომ გამოვიყენო ხელოვნური ინტელექტი, ზუსტად მაგ ბიზნესით ვცდილობ რომ ჯერ სანამ არ ვარ იმაში რომ რაღაც ასე ვთქვათ მაკლდება და რაღაც არ ვგზნობ თავს რომ დიდად წაგებაში ვრჩები არ გამოყენებით, მე ვცდილობ რომ მაქსიმალურად ჩემით ვეძიო ის პასუხი, რასაც ხელოვნური ინტელექტი მომცემს, მირჩევნია ეს გავაკეთო და შემდგომში რა იქნება ეს უკვე ხო? მაგრამ იცი რა ხშირად მაგალითად მე ვიყენებ გაკვეთილის დაკეტვის დროს და ზოგჯერ არის რომ აი ბრეინშტორმინგით ვაკეთებთ ხოლმე რა გაკვეთილს. აი ბრეინშტორმინგის ებას მაგევრობას მიწევს. ხო. აი სხვადასხვა ვერსიების იმას. მე თვითონ ვაგენერირებ ჩემს იდეებს, თქვათ როგორც მინდა, მაგრამ ის ძალიან საინტერესოა, ხო რაღაცა. ხო, არა, საინტერესო არის. მაგას საერთოდ არ ვუარყოფ, ძალიან საინტერესოა როგორ მუშაობს ეს ტექნოლოგია, დიდი ენის მოდელები, ეს ფართო ენის მოდელები, რაც არის როგორ მუშაობს, ძალიან საინტერესო. ყველას არა აქვს Google-თან. ხო, Google-ის ის არის. არა, Google-ის საზიებო სისტემებთან, რომლებსაც ცდომა ეს უკვე მე მგონი მეორეხარისხოვანია, ანუ თავარი არის, რომ აი ეს რასაც ეძიებს ინფორმაციას, ხო? ანუ ზოგჯერ არის თავისთავად შეცდომით ეძიებს, ზოგჯერ არის სწორად ეძიებს, მაგრამ თვითონ ტექნოლოგია თავისთავად საინტერესოა და
ნებისმიერ ვარიანტში ეს არის მომავალი ალბათ, ხო? ანუ ეს გვექნება და ჯობია ახლა აუგოთ ფეხი და ეს ინტეგრაცია გავაკეთოთ, ვიდრე რაღაც თავისით გავითარზე მე დაწევა გვიწევდეს, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ნუ ეს პრაქტიკულად მე მგონი აი ბიუროკრატიასაც ძალიან გამარტივებს, მთელი საბაზა რო იქნება ციფრული და ხელოვნური ინტელექტით პირდაპირ მოძებნის, ხო? ყველაფერს ანუ ეს რომ მივდივართ იუსტიციის სამინისტროში და ადამიანი რამდენიმე ხანი 1 საათი უნდა და რაღაცის ძებნას ახლა დაკნენას არ ვაკეთებ ახლა იქ საუკეთესო სამუშაოს შობიან ალბათ მაგრამ ხო ანუ ეს ხელოვნური ინტელექტი უცებ აკეთებს ანუ არის რაღაც და შეიძლება ამან ის მომავალი მოგწეს რომ ხალხი უფრო გათავისუფლდება რომ აი იგივე აკეთოს ის რაც უნდა თქვა ხო მეტი დრო დაიჭერს ხო კრეატივისტს ხო აი ეგეთ რაღაცები ხო და არა ის რომ რაღაცა იქ ბუღალტრულად რაღაც ციფრები ითვა მაგაში კარგო ხო ცხოვრება და აი ეს ფამუქის ის მე მქვია წითელი ხო ჩანს არა ადამიანები წლებს ატარებდნენ გადაწერაში წიგნის ხო რომელიც შეიძლება 1 საათში გააკეთოს ახლა უკვე დღეს მაგქანა რა და რამდენი დრო თავისუფლდება და რამდენი ენერგია მაგეთი. ძალიან დიდი მადლობა რაღაც საინტერესო გამოვიდა მგონია და ჩვენი პოდკასტის ფინალური ნაწილი არის ყავა, იმიტომ რომ ორი სისუსტე მაქვს რა განათლების საკითხები და ყავა არის ჩემი სისუსტე და უნდა გითხრათ ძვირფასო მაყურებლებო რომ ერთადერთი რესპონდენტი ვყავს რომელმაც ყველაფერზე ვარ ითქვა ყავაზეც, ჩაიზეც და ყველა მის ჩამნაცვლებელზე და აი ამ ლამაზ ფინჯანში აქვს წყალი ჩასხმული. ახლა ყველას მეკითხებოდი აი რატო ყავა და შენ ერთადერთი ადამიანი ხარ ვისაც მეკითხები რატომ არა ყავა. რასერჩი ყავას? ყავას აი როგორც გითხარით, აი როგორც ხელოვნურ ინტელექტზე ვთქვი რომ პირადი მიზეზები მაქვს რატო არ ვიყენებ ყავა, ჩაი და მსგავსი აი საპლიმენტები აი მაგალითად ყავა ხო არის აი გამოსაფხიზებლად მსგავსი რაღაცისთვის ვცდილობ რომ მაქსიმალურად ორგანიზმი ვარჩიო დამოკიდებლად მუშაობას და გაძლებას ასე ვთქვათ. მასე საჭმელი საკვებიც გჭირდება. ხო არა საკვებს ჭამ ახლა. საკვებს არ ჭამეთი აფეთქი. საკვები და წყალი და ხო აი ყავაც მსგავს ზავსადმეში, იმიტომ რომ მე სამსახურში ხო ახლა ყველა მეთვალყური გამოსაფხიზებლად ყავას სვამს და მე მგონი რატომღაც ორგანიზმი მაგას ეჩვევა და მე გინდა ანუ მაგიტო არის რომ დამოკიდებულებას იწვევს ხო ანუ და სწორედ მაგიტომ მღერს რომ ყავას და ესეთ რაღაცებს არ ვეტანები და აი წყალი და ორგანიზმმა მისით სანამ ასაკინლაძლევს ამის საშუალებას და სანამ შემიძლია ჩემიც გავიტანა და მეორეც გემოზე მოხარშული ტალახია ერთად და ბათუმელი მაინც არ იყო ეს გადაგვებარდა სხვათა შორის მესმის რასაც ამბობ და მე მქონდა ეგ ისა განცდა რომ მიქვემდებარებდა და რამდენიმეჯერ ჩემ ცხოვრების მანძილზე 3-4 ჯერ მაგ გაკეთებული სამთვიანი პაუზა და წარმოგიდგენი მე რო ყავა არ დავია ხო ეს იყო ასეთი რაღაცა ნუ საკუთარი თავი დავტესტე შემიძლია უყავო ცხოვრება თუ არა იმიტომ რომ განცდა მქონდა რომ არ შემეძლო დიდი მადლობა პერფექტ მადლობა დავამშვიდობოთ მოდი მაყურებელს ეს იყო პოდკასტი ლალისთან ყავაზე ჩვენ ვიყავით ლალიანთიძის საკვირაო სკოლაში ჩემი სტუმარი იყო რეჟისორი მელოდ საბაშვილი და განსაკუთრებით სიამაყით ვიტყვი რომ მელოდი იყო ჩემი მოსწავლე და მინდა რომ რაღაცა ეს პერიოდი სულ ჩემი მოსწავლეები წარმოვადგინო თქვენ წინაშე იმიტომ რომ ძალიან კაი ხალხია ჯერ იმიტომ რომ ჩემი მოსწავლეები არიან და მე ისედაც ობიექტურადაც კარგი ხალხია დაგემშვიდობებით